მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალის და TV10-ის ერთობლივ პროექტს. გადაცემა აღმოაჩინე და გაიცანი. ჩვენი რესპონდენტი გახლავთ ქეთა ტრაპაიძე, ძლიერი ქალბატონი და ქეთას დღეს მინდა რომ გავესაუბრო, რა თქმა უნდა, თავის კარიერაზე. ქეთა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომ მოგზავნით ჩვენთან უბრალოდ დაგვატიჟეთ და თქვენ მოგზავნით. მოდი დავიწყოთ, ქეთა, მაინტერესებს, ასე იგი, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოდივართ. როგორ გაიხსენებ შენ ბავშვობას? და დეტალებს, აი რა უფრო მეტად გაგონდება, რა იყო შენთვის ასე ვთქვათ, მიზანდასახულობა და ასე შემდეგ, რომ გავუსვათ ხაზი. ბავშვობიდან მახსენდება პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. და მინდა გითხრათ, რომ რავი, მართლა საინტერესო ბავშვობა მქონდა და გავიხსენებდი იმას, პირველი რასაც გავიხსენებდი, ის იყო 9 წლის ასაკში, ლანჩხუთის რაიონი, სადაც გავიზარდე და დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. ერთ-ერთი ქოდარა იყო ესეთი გაზეთი და მან გაზეთის რედაქტორმა მივედი რაღაც პატარა ბავშვი და ვუთხარი მე მინდა ვიყო ჟურნალისტი და მომცა შესაძლებლობა ქალბატონმა ნონამ რომ რავი დამეწყო ეს ჩემი შემოქმედება, ჩემი კარიერა, ასე რომ ვთქვათ და დავიწყე სტატიების წერა. და სხვათა შორის დღესაც მაქვს ეს ჟურნალი და მადლობელი ვარ, ვიყავი უშტატო კორესპონდენტი და შემდეგ ხელფასი მქონდა ესეთი თითო სტატიაზე 20 თეთრი და ეს იყო ჩემთვის რაღაცა უდიდესი მიღწევა და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. მერე იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი მომენტი, მღეროდი, რა ვიცი, კარგად ესე გენეტიკურად მომდევს სიმღერის ნიჭი და იყო რაღაც ფესტივალი ფორტე ჩაატარა, ეს საერთაშორისო საქართველოს მასშტაბით იყო ყველაფერი და გურიაში იყვნენ ჩამოსულები და ნუ რაღაც ჩერჩევითი კონკურსი იყო, სადაც გავედი, მოეწონათ ჩემი ვოკალი და რავი, დავიწყეთ რაღაც ერთობლივად მომზადება. შემდეგ ბათუმში ნუნუ მემანიშვილთან ვოკალის პედაგოგი, რომელმაც რაღაც მასტერკლასები გავიარე მან და ჩემი სიმღერა, ანუ გაგზავნილი იყო პლუს ფონოგრამა ჩაიწერა. ეს ყველაფერი სხვათა შორის მოხდა დაფინანსებით, თვითონ დამეხმარა რავი, გურიის რეგიონიც, ასევე ბათუმის ლიმპოპოს დირექტორი მაშინ თამაზ ნიკოლეიშვილი, რავი, იმედია რომ ის ადამიანი რავი მიყურებს და უღრმესი მადლობა მას გადავუხადო, რომ ესე გვერდით დამიდგა და ეს ორი სიმღერა ფონოგრამა ჩამიწერა საჩუქრად მომცა, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ჩემ მშობლებს არ ქონდათ საშუალება, მინდა გითხრათ, რა ვიცი, ერთი გლეხის ოჯახიდან მოვდივარ, უწესრესი უპატიოსნესი მშობლები მყავს და შესაბამისად ძალიან ბევრი დახმარება და თანადგომა მქონდა სრულიად უცხო ადამიანებისგან და დასაფასებელია ნამდვილად მივესალმები, იმიტომ რომ იშვიათად რომ რაღაც ვინმე ამხელა ადამიანობა გავაერჩინოს, ასე რომ მადლობა მათ კიდევ ერთხელ. იმის ასევე მინდა თქვა რომ რამდენადაც ლამაზი ხარ, იმენად საყვარელი და კარგი კოკო ხარ, აქვე აღნიშნო. მადლობთ, კარგი. კარგი, მე მეორე კითხვაც მაქვს თქვენთან, თუ არა ის პრობლემა. პროფესია როგორც ჟურნალისტი, შენი ბავშვობის ოცნება იყო? კი. და აი რა ძალისხმევა დაგჭირდა ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ ეს ახლა რაც მოგვიყვები, რომ აი ჟურნალები და ასე შემდგომ, აი რა გაიარე, რა გზა მაგისთვის? ანუ პირველ რიგში გეტყვით ის, რომ სწავლის პერიოდში, როდესაც სწავლობდი, ანუ გავთხოვდი შოქმანი ოჯახი და მქონდა რაღაც გარკვეული შეფერხება. იმიტომ რომ გამიჩნდა ბავშვი დღეს რა ბედნიერი ვარ მართლაც, იმიტომ რომ ჩემი უფროსი ვაჟი 18 წლის სტუდენტი მყავს და შესაბამისად ჩემი კარიერა გადაწია უკანა პლანზე და ჩემი შემოქმედება და მთელი ის რაღაც პერიოდი ჩემი კარიერა იყო ჩემი ოჯახი, ან მიუძღვენი კარიერა ჩემს ნამდვილად და რა ბედნიერი ვიყავი და ვარ კიდეც, რომ ეს ყველაფერი, ანუ ყველაფერი თავიდან რომ დაიწყოს, იმავე გზას გავივლიდი. ნამდვილად. ანუ თვლით, რომ იგივე ის გზა რაც გაიარეთ, იმას გაგევლოთ. კი.
მინდა ვთქვა ის, რომ ზოგჯერ ადამიანები რო ვიღიმით, ამ ღიმილის მიღმა არის რაღაცა სევდაც. შეიძლებოდა რაღაც ჩემ ცხოვრებაში ცოტა სხვანაირად ყოფილიყო, ოჯახთან ერთად ანალოგიურად კარიერაც ამეწყო, მაგრამ იყო გარკვეული რაღაც შეფერხებები, მქონდა უთანხმოება, ესე რომ ვთქვათ, მეუღლესთან ვერ შევთანხმდით რაღაცეებზე და გარკვეული პერიოდი ვიყავი, რასაც ქვია მარტოხელა დედა. მაგიტომაც ხარ საკმაოდ ძლიერი და ვაფასებ ამ ყველაფერს. თან ძალიან კარგია, რომ ესეთი ახალგაზრდა დედა და რა ვიცი, ამდენი რამე გამოვლინი ნამდვილად მიღწევა ცხოვრებაში, რომ ესე გაძლიერდი და ასე რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კარგი, მოდით აქვე კითხავ, მაინტერესებს ეს ინფორმაციაც უნდა კითხო, ბიზნესი თუ ჟურნალისტიკა? იმიტომ რომ ვიცი, შეგქონდა ბიზნესი, შენი საკუთარი და მინდა რამოდენიმე სიტყვით ამასაც შევეხოთ, თუ რა თქმა უნდა პრობლემა არ იქნება. განვავრცოთ შენთვის რომელი უფრო პრიორიტეტია და რა კუთხით მოიაზრებ შენ ცხოვრებაში ბიზნესს და რა დოზით გიჭირავს, ასე ვთქვათ, უჭირავს უფრო სწორედ შენ ცხოვრებაში ბიზნეს ადგილი. იცით რა არის ბიზნესი? კარგია იმით, რომ რაღაც უფრო ფინანსურად მყარად ხარ ფეხზე. მაგრამ ჟურნალისტიკა ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე ბიზნესი. იმიტომ რომ მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. კი, რა თქმა უნდა, დღეს ფული საჭიროა, ნამდვილად საჭიროა და ყველას გვჭირდება. მაგრამ არის ის, რომ რაღაც გადავდე, რაღაც უკანა პლანზე ჩემი რაღაცა ის ფინანსური რესურსები და მინდა რომ მეტი წარმატებას მივაღწიო, უფრო რაღაც შემდგარი ადამიანი მინდა ვიყო და იცით რატომ? რაღაც ყოველთვის მინდა ის, რომ ჩემ შვილებს დავუტოვო არა სიმდიდრე, არამედ დედის სახელი. რომ ჩემმა შვილებმა შვილიშვილებმა, ასე რომ ვთქვათ, ცოტა წინ და შორს ვიხედები, სამომავლოდ, რომ როგორც ის იფიქროს, რომ აი რაღაც ფული არ იყოს იმისთვის მნიშვნელოვანი, იყოს ის, რომ ჩემსავით იბრძოლონ და მინდა რომ აი მათმაც მიაღწიონ იმ კარიერას, თავის სურვილებს, ვიდრე რაღაცა ფულის კეთება ცოტა უხეშად მისხვი, რომ ისეთი ის არის რა, არ არის მარტო ფული აკეთო. თავარია, რომ კარგი საქმე აკეთო და თავარია, რომ შენი კარიერული სვლა და შენი შვილებისთვის იყოს ეს პირველ რიგში ყველაზე წარმატებული, იმიტომ რომ ყოველთვის შვილი არის ოჯახის სარკე და მით უმეტეს დედა არის მაგალითი შვილის და მე მინდა ყველა დედა მართლა ესე ვიტყოდი იყოს თავისი შვილის მაგალითი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უკვე, იმიტომ რომ გისმენთ ამდენი ხანი, მანამდეც გქონდა ხა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ კი არა და ჩემი პირადი მოსაზრება ეს ახლა მაყურებელი რამდენად ასე ვთქვათ განსჯეს არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ყველა კარგად იფიქრებს, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ ყოველთვის იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ეგ დავინახე შენში, რაზეც აი ძალიან ბევრზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ამას მართლა ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ მაქედან იწყება ყველაფერი. შენ თუ არ გაძლიერდი შენ თავში, ვერც იმ შენ ოჯახს ვერ გააძლიერებ, ასე რომ ყოჩახ, მართლა ნამდვილად, ყოველდღე ვითარდები და ყოველდღე ვიზრდები და ყოველთვის ვსწავლობ, იმიტომ რომ ზოგჯერ საჭიროა ეს. შეიძლება ჩემზე პატარა გასწავლოს რაღაცა და ყოველთვის მოსმენის კულტურა და ადამიანს გააჩნია, იმ ადამიანს გააჩნია აღქმა და მინდა რომ ეს მოსმენის კულტურა ეს არ იყოს სიყალბე ადამიანებში, აი სწორად გამიგე. მეგობრობაშიც კი მართალი ვარ. არასოდეს არ მიყვარს სიყალბე ჩემთვის. ყველაზე ცუდი არის ის, როდესაც ადამიანი ცხოვრობს სიყალბეში და ადამიანი არის ყალბის ხოთ შორის ძალიან ვამჩნევ ეს ადამიანებს, იცით? აი, როდესაც ჩემთან მოდის ადამიანი, გრძნობ მას, ჩემგან რა უნდა და იმასაც გრძნობ, ის არის ყალბი.
და იმასთან მეგობრობა ვერ გამომივა და ასე რომ შესაბამისად გულისკენ არ მჩვევია, მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ჩხუბი, არ არის რაღაც ისეთი ქაოსური, მე უბრალოდ მშვიდად აი უმტკივნეულოდ წყნარად მივდივარ ადამიანის ცხოვრებიდან, ისე რომ თვითონ უკვირთ, რა ეს რატომ მოხდა. ხო, ეგ ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის, მე ესე ვფიქრობ, ნელა უკვეტოვებ ისე ადამიანებს, ისე კეთლებიან ცხოვრებაში, რომ აღარ გიწევს არც ის ჩხუბი, არც ის კონფლიქტები. ესეა ცხოვრება, ასე რომ არ მიკვირს და ვაფასებ მაგ პირდაპირობასაც, იმიტომ რომ პირდაპირობა ყოველთვის ჯობია პირფერობაში. კარგი, ქეთა, მოდი ამასაც კითხო, მაინტერესებს, რას ვერ აპატიებდი? გინდა საყვარელი ადამიანი ავიღოთ, გინდა რა ვიცი, თუნდაც რამე ისეთი მაგალითად აი რას ვერ აპატიებდი? თვითონ კითხვა ესე. შენ წარმოიდგინე, მინდა გითხრა ეს, რომ ძალიან ბევრი რამ მიპატიები ადამიანზე რა. ანუ არა ვარ ტიპი ისეთი, ყველაფერს ვაპატიებ. მართლა. ხალათაც? კი. Why? შვენი. ხალათაც. იშვიათად, იცი, ძალიან იშვიათად შემოხვედრია მართლა ადამიანი, ვინც ამას იტყვის, მაგრამ ოჩახ. ой, პრინციპში თუ ადამიანი გიყვარს, იმას ალბათ ყველაფერს აპატიებ. ესეც არის. უბრალოდ გეტკინება, სხვათა შორის მიპატიებია. მოდი მაგას აღარ ჩაგეცილები, ახლა ჩაგეკითხები და საკმაოდ პირადული იქნება და. კი. კაი, მაშინ რა გენატრება ეგ ხარი? აი თუნდაც იმ ბავშვების განვლილი დეტალებიდან ყველაზე მეტად აი რა გენატრება და ეს დააბრუნებდი თუნდაც რაც რომ შეგეძლოს. ცოტა ეს ჩემთვის მტკივნეული თემა. ყველაზე მეტად მენატრება პერიოდი ის, რომელიც ჩემი ბაბუა ცოცხალი მყავდა. დეჭემის მამა ცოტა ჩემთვის ეს არის ისეთი თემა. მართლა ყველაზე მეტად ეგ ადამიანი მენატრება. და ყველაზე მეტად ამ ადამიანთან საუბარი. პირველად სტუდენტი რო გავხდი, მამაჩემის მაგივრად ბაბუა მყავდა გვერდზე. ის იყო ჩემთვის მამაც, დედაც. რა ვიცი. აი უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემს გვერდით და შენი საყრდენი იყო, ასე ვთქვათ. კი, ნამდვილად. აი გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ფესტივალზე ანუ გამოსვლას ვაპირებდი და ბატონ თამაზ ნიკოლაიშვილთან რომ მივედი 14 წლის ბავშვი და ვუთხარი რომ მე მღერი წარუდგინე სიგელი გავიმარჯვე ფესტივალზე და მინდა ფონოგრამა და ფული არა მაქვს და ბაბუა მახდა გვერდით. აი მართლა ჩემ გვერდზე იყო ყოველთვის და მახსოვს ის რომ ბატონ თამაზ ნიკოლაიშვილმა კახა ცისკარიძის ძმასთან, ვაჟა ცისკარიძესთან სტუდიაში გადაგვიყვანა და სთხოვა რომ ჩვენთვის ფონოგრამა უფასოდ გაეკეთებინა. თვითონ დაისპონსორებინა და ზუსტად პლიუს ფონოგრამა უნდა ჩამეწერა, რომ ეს უნდა წასულიყო ბულგარეთში პლიუსები. გაეგზავნათ, შემოწმება იყო იქ კიდევ და შემდეგ აქედან ჩვენ წავიდოდით. და იყო ის მომენტი, ცოტა ისე მახსენდება, მთელი აი დილის 11 საათზე რომ შევედით სტუდიაში, სადღაც 6-7 საათი იყო, გამოვედით, 2 სიმღერას ვწერდი და ბაბუა ჩემ გვერდით იყო, აი არ ვიცი, ყველაზე მეტად ის პერიოდი მენატრება რა. ყველაზე ძლიერი ემოციური მდგომარეობა. აი არაფერს არ ვინატრებ, ერთადერთი ვინატრებ იმას, ერთხელ უბრალოდ მენახა. უბრალოდ ამენახა. მეც არაფერს არ ვინატრებდი. ცოტა სევდიანი იყო. ესე ვთქვათ, მაგრამ მესმის, იმიტომ რომ საყვარელი ადამიანები ოქტომბერში მაინც გვიჭირს, ანუ თუმცა დაწუნებული არ მაყოფ შენი დღესდღეობით. ქეთა, მოდი გკითხო, ბარემ ერთ რაღაცასაც როგორ ახერხებ ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ იყო ისიც წარმატებული, ძლიერი, სულ კარგად გამოიყურებოდე, სამი შვილი ყავს, ოჯახი ყავს, იქ საქმეები, იქ პირადული, რაღაც გადაღებები სიტყვაზე, იქ რაღაცა ბიზნესის კუთხით მაინც კიდევ იცი რომ დაკავებული ხარ, როგორ ახერხებ ამ ყველაფერს შეგიძლია მითხრა, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა ადამიანს ყავს სამი შვილი, ჯერ ერთი შვილი, იმენად რთულია, რომ ბავშვი მარტო ჭამა და გაზრდა არ არის, აღზრდა რასაც ქვია. თუნდაც ის წლებზე სიარული სკოლა და ასე შემდეგ, რანაირად ახერხებ? აი სამი შვილი ერთდროულად
ძალიან მაინტერესებს მართლა. მე მეც ვიტყოდი გამომადგება ბოდიშ სამომავლოდ და თავით მანდიცინო ვაკეთა. კი, ქალები წარმოიდგინეთ, ძლიერები, ძლიერები კი, ვართ, ბატონო. პირველ რიგში ეს მინდა ვთქვა. აღიაროთ. საკმაოდ ძლიერები ვართ და ქალმა თუ მოინდომა ყველაფერს შეძლებს. მეორე ეს. და რასაც ქვია, მოვახერხე იმით, რომ მე მყავს არაჩვეულებრივი დედა, რომელიც ჩემს გვერდზე არის და დედაჩემის დამსახურებაა ჩემი შვილების გაზრდა. ანუ მადლობა დედიკოს. კი, მადლობა დედიკოს და რავი, ვცდილობ მე მაქსიმალურად ჩართული ვარ ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ჩემი შვილების ცხოვრებაში ყოველთვის ჩართული ვარ. თუ სადმე რომელიმე ქვეყანაში წავსულ ვარ, მაქსიმუმ ერთი თვე ვერ ვძლებ. იმიტომ რომ მე უნდა ვუყურო ჩემს შვილებს, ანუ განა ის რომ რაღაცა ეგოისტი დედა ვარ, არა, უბრალოდ ესე მგონია რომ დედა უნდა იყოს შვილების გვერდზე ყოველთვის. იმ პერიოდში სანამ გაიზრდებიან ბავშვები. ნამდვილად. და ვცდილობ რა ვიცი რაღაცა ცოტა მოუვარო ჩემ თავს და მიყვარს საკუთარი თავი, მინდა გითხრათ, მართლა ყველას მიყვარს. უნდა უყვარდეს ყველა ადამიანს, იმიტომ რომ საკუთარი თავი თუ გიყვარება, ვერც ვერავინ ვერ შეგიყვარეს. ჩემი არა მარტო ჩემი ძალიან ბევრი ჩემი ახლობის პირადი მოსაზრებაც ეგეთია და რა ვიცი, ძალიან ლამაზი ხარ კიდევ ერთხელ აღნიშნო. მადლობა, ოჩახ. გაიგე. კარგი, ქეთა ვიცი რომ საკუთარი ლექსების კრებული გაქვს, ეგეც გავიგე, დავაზუსტე. და მაინტერესებს თუ აპირებ ამ ლექსების კრებულის გამოცემას და როდესაც თუ იქნება რამე სიახლე რომ გავიცვალისწინოთ. კი, სიახლე მაქვს. ძალიან აბა, მალე. გისმენთ. მე გამოცემ ჩემი ლექსების კრებულს და თქვენ დიდი სიამოვნებით მოგიწევთ ჩემს პრეზენტაციაზე, რა თქმა უნდა. მადლობა ძალიან დიდ. და რა ვიცი მე ჩემთვის, ანუ რავი, როგორ გითხრათ რა. როდესაც ლექსს წერ, ეს არის ჩემთვის დიდი შვება. მაქვს ეგეთი პერიოდი, სხვათა შორის გუშინ გვიან რა გამთენის 5 საათზე გავიღვიძე, რატომ დავწერე ლექსი, დავიძინე. ანუ მუზა თავისით მოდის ხო? მისით. საჭესთან ვზივარ, აი დედასპიცარ ვოი ეგრე საჭესთან ვზივარ და მუზა მომდის, ვოის თავ საუბრობ, ვიწერ. და შემდეგ გადამაქვს კომპიუტერში გადამაქვს შემდეგ ჩემი ნამუშევარი. კი ბატონო, და როდესაც ვფიქრობ ამ ყოველფერს გამოცემას? ძალიან მალე აპრილის ბოლომდე. მთელი ღამე გავათენე ფიქრში. დარდიანი დამათენდა დილა გრძნობის ალში გახვეული ვიწვი, ამ გრძნობებში უსასრულოდ თბილა. შემოსულ ხარ დარჩენილ ხარ ჩემში, იასამნის აფეთქებულ ფერთა, როგორ მახსოვს მისამართი შენი, მხიარულად მოსეირნე ერთად. ჩვენ ქუჩაზე იასამნის ბაღებს, ალბათ ახსოვს სიყვარულის ღამე, სურნელებით გაბრუებულ ბაგეს, ეფინება იასამნის ფერი, შეპყრობილი სიყვარულის სენით, დღესაც მახსოვს იასამნის ქუჩა, დღესაც მახსოვს მისამართი შენი. ქეთა რა გსურს ქალებს? შენი მოსაზრება. ქალებს პირველ რიგში გსურს სიყვარული. უბრალოდ უყვარდეთ ვინმეს. ეგ არის ყველაზე მთავარი. სიყვარული არის სიტყვა, გრძნობა გრძნობის ალგორითმა. ფერთა ფერის დაილფერის სამყაროში ყველა ფერის. გარდმოსული სასწაული არის სული ჩვენი ერის, სიტყვა თქმელი, ყოვლის მქმნელი, უსასრულოდ ბედნიერი, კაცით მადლიერი, სტუმარი თუ მასპინძელი, მოყვარე თუ შენი მტერი, მაგრამ მაინც ვართ ძლიერი. სიყვარული არის ნუსხა. წაიკითხეთ რატომ დუმხართ. მხატვარი ხომ გრძნობით ხატავს, პოეტიკი გრძნობებს ქარგავს და სამყაროს დამმართავს. სიყვარულის გრძნობა გვმართავს.